ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც წერენ ხოლმე, რომ აი ჩემი ძაღლი არ მიდის თავის ჯამთან. საკვების ჭამის ეშინია, წყალსაც კი ვერ სვამს. ძირითადად შემთხვევაში საუბარია ხმაურიან ჯამებზე. ბევრი მქონია ეგეთი შემთხვევა და ბევრჯერ გამიკეთები ადაპტაცია და გეტყვით თუ რა ვერსია მუშაობს ძალიან კარგად. როგორც წესი, განსაკუთრებულად უყვართ ხოლმე ძაღლებს კონსერვები. რა თქმა უნდა, ყველა კონსერვს ვერ გავუწევ რეკომენდაციას, ბელკანდოს, რასაც მე ვიყენებ ხოლმე მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად, ზუსტად ვიცი, რომ შიგნით არანაირი ისეთი ინგრედიენტი არ არის, რომელიც ძაღლს ნებისმიერი სახის ზიანს მიაყენებს. შეგიძლიათ დაახლოებით 24 საათი აშიმშილოთ ძაღლი. მეტიც შეგიძლიათ, არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს თუ 24 საათი არ ეყოფა და შეგიძლიათ ეს კონსერვი ჩააგდოთ იმ ჯამში, რისის ეშინია ძაღლს. თქვენი მაქსიმალური ემოციური დახმარებით, შემართებით და მოკლედ აი ყველანაირი გვერდში დგომით აუცილებლად დღეს თუ არა ხვალ მაინც მოახერხეთ იმას, რომ ძაღლმა გაბედოს და ეს კონსერვი შეჭამოს. პირველივე თუ არა, რამდენიმე გამეორების შემდეგ ძაღლი შეატყობს, რომ ეს ჯამი უბრალოდ ხმაურობს და მას არაფერს არ ვნებს. ბევრი გამეორების შემდეგ კი ეტაპობრივად უფრო და უფრო ადაპტირდება ამ ჯამზე. ადაპტაციის შემდეგ კი შეგიძლიათ უკვე თავის საკვებზე გაუკეთოთ იგივე მომენტი, რაც კონსერვით გააკეთეთ და ნელ-ნელა კიდევ და კიდევ უფრო მიეჩვევა და უპრობლემოდ შეძლებს წყლის დალევასაც და საჭმლის ჭამასაც.